ეს არის ტრიქოდინა, პარაზიტი, რომელსაც ცეკვაც კი შეუძლია. ის აღმოვაჩინეთ ერთ-ერთ დაავადებულ კალმახში. კადრში ხედავთ სპეციალურად გამოყვანილ ალბინოს კალმახებს ერთ-ერთ ფერმაში, საიდანაც შეგვატყობინეს თევზის შესაძლო დაავადების შესახებ. სიმპტომებიანი თევზი ამოყავს აუზი და ნიმუშების ასაღებად. აქ ხდება კანიდან და ლაყუჩებიდან ანაფხეკის აღება და სასაგნე მინაზე მოთავსება. სწორედ კანი და ლაყუჩებია ტრიქოდინას მთავარი საცხოვრებელი ადგილი. თევზს მკვეთრად ჰქონდა გამოხატული ეგზოფთალმიის ნიშნები, რაც ხშირად მიუთითებს წყლის დაბინძურებაზე, ინფექციაზე ან მეორად გართულებებზე. კადრში ხედავთ ირაკლის, ჩემ კოლეგას, რომელიც მიკროსკოპში ეძებს სიმპტომის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს. მიკროსკოპია არის ერთადერთი გზა, რომ სწორად დავადგინოთ პარაზიტის ტიპი და შესაბამისად შევარჩიოთ სწორი მკურნალობა. ეს მიკროსკოპი საშუალებას გვაძლევს დეტალურად დავაკვირდეთ კვლევის შედეგებს ეკრანზე. კადრში კარგად ჩანს ჩვენ მიერ აღმოჩენილი დისკოს ფორმის პარაზიტი ტრიქოდინა. ტრიქოდინა თევზში აზიანებს კანსა და ლაყუჩებს, რაც დამატებით მეორადი ინფექციების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მისგან თავის დასაცავად საჭიროა წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი. მკურნალობა ეფექტურია სწორად შერჩეული და წესების დაცვით გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებებით.